მინისტერიალის შემდეგ საპარლამენტო ფორმატიც როგორ ექცევა ქართული ოცნება იზოლაციაში ირკვევა რომ დანიაში დაგეგმილი ევროპელი მინისტრების შეხვედრის გარდა რომელზეც ქართული ოცნება არ მიიწვიეს ივანიშვილის პარლამენტარების გარეშე ჩაივლის ეგრეთ წოდებული კოზაკის ფორმატიც დანიიდან მოწვევა არ მიუღია პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის ეგრეთ წოდებულ თავმჯდომარეს ლევან მახაშოს ოცნების რეჟიმის სრული საერთაშორისო იზოლაციის შესახებ წერილი კოპენჰაგენიდან შალვა პაპუაშვილმა მიიღო ცნობილია რომ ევროპულ საქმეთა მინისტრები დანიაში 1 და 2 სექტემბერს შეიკრიბებიან და გაფართოების საკითხზე იმსჯელებენ. ნინი ბალანჩივაძე გვეტყვის უფრო მეც რითი ხსნიან ოცნების დეპუტატები საქართველოს ჩამოშორებას უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ფორმატი და ნინი რა არგუმენტები აქვთ ეგრეთ წოდებულ პარლამენტარებს. ქართული ოცნების მხრიდან ერთადერთი არგუმენტი, რასაც დღეს ჩვენ ვისმენთ პარლამენტში არის ისევ თავდასხმების სერია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებზე, ისინი ისევ თავს იმართლებენ, ამბობენ იმას, რომ მათი მიზანი არის ევროკავშირში ინტეგრაცია და ამ შემთხვევაში თავდასხმის რეჟიმში არიან ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე, თავს ესხმიან ევროკავშირს, რომ კანონის უზენაესობა უნდა იყოს მათთვის მნიშვნელოვანი და ახლა რა გადაწყვეტილებაც მიიღო დანიამ ეს ჯუნგლების კანონი არის, სწორედ ასეთი შეფასება მოვისმინეთ ჩვენ შალვა პაპუაშვილის მხრიდან და მას შემდგომ რაც ჩვენ უკვე მოვისმინეთ და გავიგეთ ინფორმაცია დანიის საგარეო უწყების მხრიდან იმასთან დაკავშირებით რომ მაშინ როცა შეიკრიბებიან ევროპულ საქმეთა მინისტრები სწორედ კოპენჰაგენში 1-2 სექტემბერს არაფორმალურ შეხვედრაზე სადაც მათ შორის საუბარი იქნება ევროკავშირის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით აქ არ იქნება საქართველოს წარმოდგენილი და ეს გადაწყვეტილება სწორედ ჩვენმა პარტნიორმა მიიღო იქედან გამომდინარე რა განცხადებებიც მოვისმინეთ ჩვენ ქართული ოცნების მხრიდან ირაკლი კობახიძის მხრიდან, როდესაც მან პირდაპირ თქვა, რომ 2028 წლამდე შეჩერდება ევროინტეგრაციის პროცესი და ახლა უკვე დღეს შალვა პაპუაშვილისგან გავიგეთ ინფორმაცია, რომ მას მიუვიდა შესაბამისი წერილი უკვე დანიის პარლამენტის მხრიდან. გარდა სამთავრობო ფორმატისა არსებობს საპარლამენტო ფორმატი და სწორედ ამ ფორმატში იმართება ხოლმე შეხვედრები დანიის პარლამენტის გადაწყვეტილებით კი საქართველოს და პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ამ შეხვედრაზე არ იქნება წარმოდგენილი და აქაც ცხადია მთავარი მიზეზი არის ქართული ოცნების ის ანტიდასავლური ნაბიჯები, რასაც ჩვენი პარტნიორები ხედავენ სწორედ ბოლო დროის განმავლობაში. ქართული ოცნება პასუხისმგებლობას დღეს არაფერზე არ იღებს, როგორც უკვე გითხარით, ისინი არიან თავდასხმების რეჟიმში და შალვა პაპუაშვილმა დაანონსა ისიც, რომ ის ასევე გამოაქვეყნებს იმ პასუხს, რაც მან მისწერა დანიის პარლამენტს. აქაც ვიტყოდი, რომ დანიის ელჩი და საელჩო ნაცვლად იმისა რომ არ იყვნენ დაკავებული მოძალადეების გულშემატკივრობით და სასამართლოს სიარულის წესით, ეხლა ისინი უნდა განმარტავდნენ, რატომ ავრცელებს დანიის ხელისუფლება დეზინფორმაციას საქართველოსთან დაკავშირებით. გულდასაწყვეტი არის, რომ დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან გვესმის ტყუილი საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით. ჩვენ დანიის პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტიდან გარკვეული პერიოდის წინ მივიღეთ ასევე წერილი, რომ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელი არ იქნება მიწვეული ეგრეთ წოდებულ კოზაკის ფორმატზე დანიაში. ეს არის კოზაკის წესების დარღვევა და მიუთით პირდაპირ წესდების მუხლები რომლებიც უფლებას აძლევს კანდიდატ ქვეყნებს რომ მონაწილეობა მიიღოს ამგვარ ფორმატებში და არანაირი უფლება არ აქვს მიცემული არავის რომ შეზღუდოს ეს მონაწილეობა. და ჩვენ ხო ამას გვეუბნებოდნენ რომ ევროკავშირი ეს არის წესები და აღმოჩნდა რომ ევროკავშირი ზიგ შემთხვევებში მაშინ არის წესები, როდესაც ეს წესები აწყობთ და როდესაც წესები არ აწყობთ, მაშინ არის ჯუნგლების კანონი. არასწორი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. ჩვენ არაფერი არ შეგვიჩერებია, ჩვენ მზადავართ ხოლმე დავიწყოთ მოლაპარაკების პროცესი. სამოქმედო გეგმა ერთობლივი განვახორციელოთ, არაერთი მიმართულება, სადაც გაცილებით უფრო წინა ვართ, ვიდრე ნებისმიერი სხვა კანდიდატი ქვეყანა, მზადავართ ამისათვის, უბრალოდ ვამბობთ, რომ არ უნდა მივცეთ საშუალება კონკრეტულ ძალებს, თუნდაც დანიას დღევანდელი თავის ხელისუფლებით საშუალება რომ მივმართოთ და იქიდან წინასწარ განზრახვით უარი მივიღოთ ის რომ დღის წესრიგში არ არის საქართველოს ის რომ ამასთან დაკავშირებით დანიამ არ მოიწვია ეს არის უსამართლო დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ.
მოცემულობა არის ასეთი: 1 სექტემბერს კოპენჰაგენში შეიკრიბებიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრები, ევროპელი ლიდერები, სწორედ იმსჯელებენ ევროკავშირის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის ამ შეხვედრას დაესწრება როგორც უკრაინის, მოლდოვის, დასავლეთ ბალკანეთის, თურქეთის წარმომადგენლობა და ამ შეხვედრაზე, როგორც უკვე გითხარით, არ მიუწევიათ ქართული მხარე. გარდა ამისა, გარდა სამთავრობო შეხვედრისა, ასევე საქართველოს არ იქნება წარმოდგენილი საპარლამენტო შეხვედრაზე, რომელიც იმართება ხოლმე ეტაპობრივად და სადაც არიან სხვადასხვა პარლამენტის კანდიდატი ქვეყნების სტატუსის მქონე ქვეყნების, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების ევროინტეგრაციის კომიტეტების თავმჯდომარეები წარმოდგენილები, თუმცა აქაც დანიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არც ამ ფორმატში მიიღოს მონაწილეობა საქართველოს. ერთადერთი მიზეზი სახელდება ჩვენი პარტნიორების მხრიდან, რომ ქართულმა ოცნებამ და ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ აირჩია ეს გზა, როდესაც მათ ღიად განაცხადეს, რომ ისინი აჩერებენ ევროინტეგრაციის პროცესს და შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნა უკვე მიღებული ჩვენი პარტნიორების მხრიდან.